მოგესალმებით კვლავ მეგობრებო და ეხლა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხო? ეს ჯორჯიო, რომელიც გადაგვეკიდა და აგვირდაგვირია, თანამიმდევრობა. წერს ისეთ უაზრო რაღაცას რა. თქვენო, როგორც ჩანსო, საკმარისი განათლება არ გაქვთ იმისთვისო, რომ ეს წერილი განიხილოთო, გაიგე? წაიკითხოთო. ეს წერილი წაიკითხოთ და ამის ლეგიტიმაცია გქონდეთ, რომ ამ ბიბლიას არჩევთო რა. ვიღაცა ჯორჯიო მეუბნება ამას. და ეხლა მე მინდა ამ ჯორჯი ხოთა ისო რა ქვია, ამიტომ თქვენო მიმართეთო ისეთ იმასო ხრიქსო, როგორც არის დაიგნორებაო და არ მპასუხობთო. ეს კიდევ იმას მიანიშნებსო, კიდევ უფრო მეტად მიანიშნებს იმასო, რომ არ იცითო ეს საკითხი. ბიჭო, ეს ჯორჯიო საინტერესო არა, ვერ ხედავს რომ ვეუბნები. დავიწყი ამის შესწავლა. ვარ აკადემიური განათლების ჩვეულებრივი მაღალი ცნობიერების ადამიანი, რომელიც იწყებს ეხლა აი ამის განხილვას. ნახე, ბიბლია, ხედა, აი, ქართულ ენაზე ბიბლია. ესე აწერია წიგს, ჯორჯიო, ბიბლია. ხო? ვარ 38 გვერდზე, ჯორჯიო. განვიხილავ სიტყვას ფეხ და ფეხ, თან და თან. არ მჭირდება ამისათვის მე თეოლოგიური განათლების დიპლომები. მაქვს საკმარისი დიპლომები სახში მიდევს. აი ამ ძველი აღთქმის გამო მე დიპლომი სპეციალური არ მჭირდება, რომ ეს წავიკითხო და განვიხილო ჩემს Facebook live-ში, როგორც მინდა ისე. როგორც მესმის ისე. და რომ შემომივარდი live-ში და აურდაურიე ყველაფერი და მეუბნები რომ ბიჭო, ეგვიპტელები ესენი და ისინი იყვნენ, მე არ მივსულავ ჯერ იქ ეგვიპტელებამდე. მე ვარ ჯერ აგერ არ გავცდით ჯერ ქანაანს და ქალდეას. აგერ ვართ ჯერ მისული დაბადების 38 თავამდე ვართ მისული. ეხლა თუ უნარშეზღუდული ხარ, ეგ არ ვიცი, მაგრამ ამაში არანაირად არ არის გაურკვეველი ის საკითხი, რომ მე დავიწყე მეთქი ხმამაღლა ვაცხადებ აგერ, რომ ეხლა დავიწყე მეთქი ამის განხილვა. არ წამიკითხია ჯერ პირველად ვკითხულობ პირდაპირ ეთერში ძველ აღთქმას. არა მაქვს მაგის უფლება თუ ვიღაცას აქვს ეს დაპატენტებული, რომ პირდაპირ ეთერში არ შეიძლება ბიბლიის საკითხვა? თქვენ ალაოდ ხო არ აყართ ხალხო? რა აკადემიურობაზე მელაპარაკები და რა დიპლომზე მელაპარაკები, როცა ვკითხულობ ჩვეულებრივად მე-6 კლასის დონეზე გასაგებ ენაზე დაწერილ წიგნს. გავაგრძელოთ რა. თავი 38. ამ ხანებში გამოეყო იუდა თავის ძმებს და დაესახლა ერთი ყადულამელის მეზობლად, რომელსაც სახელად ერქვა ხირა. დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცი, სახელად შუაყი, ასული მოიყვანა და შევიდა მასთან. ანუ მისი ასული, იუდას ასული ესე იგი. დაორსულდა და შვა ვაჟი. დაარქვა მას სახელად ყერი. ესე იგი, იუდამ თავისი ქალიშვილი ვიღაცა კაცი დაინახა და იმას მიუყვანა. დაორსულდა და შვა ვაჟი. დაარქვა მას სახელად ყერი. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი. დაარქვა სახელად ონანი. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად შელა. მისი შობის დროს ქეზიბში იყო იუდა. მიუყვანა იუდამ ყერს თავისი პირმშო ცოლი, სახელად თამარი. ჩემი სახნია. ვის მიუყვანა? მიუყვანა იუდამ ყერს. ვინ არის ეს ყერი? დაინახა იუდამ ქანაანის კაცს სახელად შუაყი, ასული მოიყვანა და შევიდა მასთან. ეს ყერი ვინ არის? თავის პირმშოს. მიუყვანა იუდამ ყერს თავის პირმშოს ცოლი, სახელად თამარი. არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი,
იუდას პირმშო და მოაკვდინა იგი უფალმა. დაერხა კაცს თუ არ მოუვა თვალში ღმერთს ვიღაცა, უნდა მოაკვდინოს ის. ხოლო ლოტი მოუვიდა თვალში თავისი შვილები რო გააუპატიურა. თუ რა ვიცი, დაწვა თუ სიამოვნებით ქნეს თუ რა ქნეს, რა ვიცი, ეხლა ლოტს მოვკითხოთ, მაგრამ სოდომ გომორადან გამოიყვანა ლოტი. სოდომ გომორაში ისეთი ცოდვები იყო, რომ ერთმანეთთან წვებოდნენ ისინი და ისინიო და ლოტი დაევასა ღმერთს და აი აქ იუდას შვილი ეს რა იქვა, ყერი არ დაევასა ღმერთს და მოკლა. არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი იუდას პირმშო და მოაკვდინა იგი უფალმა. პირმშოთან უყვარდა იუდას ეხლა ეს ბიჭი. იუთხრა იუდამ ონანს, შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას. საინტერესო რა არის იცი? აი ისინი როგორ დაევასა ის იაკობის იოსების ძმები ევასებოდა ღმერთს, რო არ მოკლა ისინი. რა დედი, ყვაბა მითხარი? მას რამდენი გავაკეთე? ვა, შენ რამდენი კონსტრუქტორი ხარ. ნამდვილი. ნახეთ ბავშვებო რა გააკეთა ჩემმა ბიჭმა. შიგ თავისი ძრავებითა და იმეების მიხედვით. ნახეთ რა ძნელი რაღაცეებია, მოკლედ საშინელება იჩალჩა ორი დღე წვალობს. ლოტი ტილო ტოლი. ხო, საინტერესოა ერთი ამ ღმერთს ის ძმები ევასებოდა იმისი იოსების ძმები ევასებოდა? თავისი ძმა რომ გაიმეტეს მოსაკლავად ის ევასებოდა რო არ მოკლა? ვა, რა საინტერესო ღმერთია ეს ვიღაცა კაცო, ერთი მაინტერესებს მაგის ნახვა. თან თვალში არ მოსდიოდაო გესმის თვალში. მერე უთხრა იუდამ ონანს, შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენ ძმას. რანაირად უნდა აღუდგინოს მის ძმას, მისი ძმა არის და ეს კიდე თვითონ არის და ვახ დედა, ღმერთო ჩემო, ეს სადავართ რა წიგნია ეს რა. უთხრა იუდამ, ხო, იცოდა ონანმა რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი და როცა შედიოდა ძმის ცოლთან მიწაზე ხვრიდა მას. იმიტომ ქვია ონანი. გავიშალოთ თვები ხარ, ხო? აუ, რა დონეებში ვართ ღმერთო. ხო და იცოდა ონანმა რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი და როცა შედიოდა ძმის ცოლთან მიწაზე ხვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი. აჰა, თამარი ამას გულგრილად უყურებდა. მე იმიტომაც იზავს თამარი, რასაც იზავს. მოიცადე, რა უქნეს თამარმა მაგათ. არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა. ეგაც არ მოეწონა. ისიც მოაკვდინა, მაგრამ აი ისინი ცოცხალი დატოვა იქ. ძმა რომ კინაღა მოკლეს. უთხრა იუდამ თამარს თავის რძალს, იცხოვრე ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე შელა მოიწიფებოდეს. რადგან იფიქრა მის ძმებივით ესეც არ მოკვდესო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში. ისე მონები სჭირდებათ ხოლმე და ეს თამარი რა ვერ ეხმარებოდა ამ კაცს რო არ დაეყენა, მამამისთან უკან რო არ გაეშვა და სახლში მოეხმარა რაღაცა იქ საჭმელს გაუკეთებდა, იქ დაულაგებდა, არ სჭირდებოდა. რა ვიცი, მონები კარგად ყავთ. კარგა ხანმა განვლდა მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგროვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხრის მპარველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა. ეცნო თამარს, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრების გასაპარსავად, გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან იცოდა რომ მოციფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის. დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა.
რადგან ქალს სახე დაფარული ჰქონდა. ესე იგი დაფარული სახე თუ გაქვს, მეძავი ხარ ესე იგი რა. ხო და ირანელო ქალებო, ცოტა ჩაიხედეთ ამ წიგნშიც რა. გზად ჩაუარა და უთხრა, მომიშვი შენთან. ხო, ისა მკვრივი კაცი ვარ. რადგან არ იცოდა მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა, რას მომწემ ჩემთან რომ მოხვიდე? უთხრა იუდამ, თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. თიკანი. უთხრა ქალმა, წინს თუ მომწემ? რა გარიგება ასე ხარ? რა ფანტაზიის უნარი ქონდასო? წინს თუ მომწემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნით. შეგიგერავ ფაჩუჩებსა, კალაცოლავთ გამომღები, ხო როგორ არის ეგ სიმღერა დედიკო გახსოვს არ გახსოვს? უთხრა იუდამ, რა მოგწე წინდად? უთხრა ქალმა, ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. ესე იგი ეგ ბეჭედი, ეგ არგანი და ეგ თასმა. თასმები ხო ქონდათ ეს ფოჩები მობმული და იქ ლოცულობდნენ და რაღაცა თავიანთი ისა აქვთ რა ამ აქ ფოჩებს მნიშვნელობა. ხო და ანუ ბეჭდები მაშინ ისე არ იყიდებოდა რომ ისე არ აკეთდებოდა რომ ბეჭედზე პატრონის სახელი არ წერებოდა რა. ხო, ანუ პატრონის სახელი წერია. ესე იგი პირდაპირ წერია ვისი ბეჭედია, იუდას ბეჭედი. მერე თასმაც უკვე იმ პატრონისა უნდა უთხრა ვიღაცის რო არის ეს თასმა საიდან გაქვს ადამიანმა რო გაგასამართლებენ და ჩასაქოლად რომ მოგამზადებენ და ეგ კიდე არგანიც ნუ მაგასაც ექნება ეხლა მე პატრონის ნიშნები. მისცა იუდამ და შევიდა მასთან, დაორსულდა მისგან ქალი. ადგა ქალი და წავიდა, გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქრივ სამოსელი ჩაიცო. გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რომ უკან დაებრუნებინა ქალისთვის მიცემული წინდი. მაგრამ ვერ იპოვა ყანდუელმა ქალი. ჰკითხა იმ ადგილას კაცებს, სად არის ის მეძავი ქალი, ყენა იმის კარიბჭეს და რომ იჯდა? უთხრეს, აქ არ ყოფილა მეძავი ქალი? ბაბა, ფული, ბაბა ხო? დააბრუნდა იუდასთან და უთხრა, ვერ ვიპოვე ქალი, იქაურმა ხალხმა მითხრა, არ ყოფილა აქ მეძავიო. უთხრა იუდამ, წაეღო ბარემ რომ დასაცინი არ გამხვდარიყავი, აღა ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი. გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას გაბოზდაო თამარი, შენი რძალი და დაორსულდაო კიდეც ბოზობითო. თქვა იუდა, გამოიყვანეთ რათა დაიწვას. დაატყა ბეჭედი. დაუწვათ. არა, მამაშენთან იცხოვრე, მაგრამ იქ რას გააკეთება, ეგ ჩემი საქმე, მე უნდა დაგაწვევინო. რა გამოჰყავდათ, როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა ქალმა თავის მამამთის. ვისიცეს ნივთებია, მისგან ვარ ორსულადო. აჰა, იცნა ვისია ეს ბეჭედი, თასმები და არგანი. იცნო იუდამ და თქვა, ვტყვი ვარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იმ შელას, ჩემს ვაჟს, ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან. მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა ტყუილები არიან მის მუცელში. შობისას ერთმა ხელი გამოყო, აიღო ბებია ქალმა და მეწამული ძაფის შეაბა. ეს ხელი გამოყო ესე.
უკვე გადავდივართ ფანტასტიკაში ახლა. არა, მაგარი ამბები არა. ეს გამოვიდა პირველად. ვისაც ხელი გამოყო, იქ ბებია ქალმა მოაბა იქ თასმა გამზადებული ქონდა. მე ისევ შეყო ხელი და ის გამოვიდა პირველად. აუნეტა ამის სცენარის ავტორი მანახა რა. მაგარი ხოხმა. მშობიარობის ჟამი რო ხო? როცა უკანოში აბრუნა ხელი, აჰა გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებია ქალმა. როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფირომება და დაერქვა სახელად ზარახი. მე მგონი ამ წიგნსაც შევწყვიტავ მეგობრებო. აქ უკვე ხედავთ რომ ძალიან დიდი ფანტასტიკური ნაწარმოებია, აი ძალიან დიდი ფანტასტიკური ნაწარმოებია და ამ ფანტასტიკაში გვაცხოვრებენ დღემდე. ხო და ჩვენს უკან, ფარდის უკან, ეპშტაინის ფაილებში ქეიცით რაც ხდება, ხო და იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ჭირი იქა, ხინი აქა, ქათმო იქა, ფქვილი აქა. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მწერალი, რომელსაც დაწერა დაბადება. ის დაბადება რამდენიმე თავით რაღაც ჯანდაბურად მოიცა, მე მგონი ვამთავრეთ, აჰა. დაბადება იყო 50 თავამდე. 50 თავის დაბადება შეგიძლიათ რომ მითხრათ ვისი დაწერილია? მე მინდა შევაქო ეს პიროვნება. მართალია დაიწყო ძალიან დიდი სიმრუშითა და უვიცობებით, იქ დიდი მოყვარეობებით და პატივმოყვარეობებით, მაგრამ გადაიზარდა ფანტასტიკაში. ხო და ფანტასტიკიდან მე ნახოთ რაში გადაიზრდება. ნახავთ მაგასაც. ჯორჯიო ალბათ წკდება გულზე, თამარ ეს რა დაგიწყია, შენ არც აკადემიური განათლება გაქვს ამ ბიბლიისთვის და არც სკოლის განათლება, რომ ბიბლია წაიკითხო. თურმე ბიბლიის წასაკითხად სპეციალური სკოლაა გასავლელი და სპეციალური უნივერსიტეტი უნდა ისწავლო, რომ ბიბლიის წაკითხვა შეგეძლოს და ფანტასტიკური ნაწარმოებია ნამდვილად. დიახ, ბადრი წერ თამარ მაგრეთ მავხიარულებ. აბა მეგობრებო, უნდა გავხიარულდეთ, თორე ეს რომ სერიოზულად ვიყოთ, ხო დავიფხოკეთ სახეები და ხომ დავიცვითეთ წინა დაცვეთით ამ წიგში როგორც წერია ის გადმოვირიეთ. ბიჭო, მაგარია რა. აი ეს ჯორჯიო არმანი რო არის იქ, ჯორჯიო. აი ეს ჯორჯიოს ტვინში ჩამახედა ერთი. ამას რა აკადემიური განათლება უნდა, რომ აკადემიური განათლების მცოდნეობა აგერ ბავშვები იბადებიან, ორი არის, ერთმა ხელი გამოყო, ძაფი გაუკეთეს, მერე შეყო, მერე მეორე ძმა გამოვიდა, მერე ბებია ქალმა იცნო ის ბავშვი პირველი რო გამოვიდა თუ მეორე რო, აი მეორე ძაფი რო ეკეთა იმას, აი ის იყო მეორე გამოსული, მოკლედ მიცნო რა. აქაც რაღაცაში იქნება საქმე, როგორც ჩანს ერთმა ძმამ მეორე ძმისგან იყიდა პირმშოობა და მერე მოუგონეს ამბავი, რომ აი ბებია ქალმა ძაფი გაუკეთა თურმე აქ და ისე იცნო, რომ მეორე ის გამოვიდა და პირველი ის. ამათ ხო იციან კარგად ვაჭრობა. აბრაამის მოდგმამ, პირმშოობის ყიდვა ხორცით, ნანადირებით და ასე შემდეგ. დღეს მაგრად შემოგვიტევეს ურია ებრაელებმა. თვითონ მაინც იცოდნენ რას კითხულობენ და რას სწავლობენ თვითონ რო ეს იცოდნენ და დაპროგრამებულები არ იყვნენ ვიღაცეებისგან, ხო ისე იცინებდნენ როგორც ეხლა ჩვენ ვიცინით არა. ამის დამწერს რა ვუთხარი მე? არა, ისე ბევრი კი უწვალია იმ საცოდავს. ამის დაწერა არ გინდა, ხალხო ეთყობა დავალება მიიღო და გადაუხადეს იქაც 21 ვერცხლი და არა ისე 30 ვერცხლად ეს წიგნი ამ ხელა წიგნი როგორ უნდა დაწერო, მართლა მე დამეზარებოდა ეხლა მე მაგალითად. თავი 39. ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იქ პოტიფარმა ფარაონის კარისკაცმა. ეს ახლა იოსებზე გადავხტით ისევ. თან როგორ აქვს იცი დაწერილი, რომ არ მოგვეცოდეს კითხვა რა. აქედან იქ გადაგახტუნებს, იქიდან აქ და თან ტვინის გასავარჯიშებლად, რომ არ დაგავიწყდეს იქ რა მოხდა.
ხო და შიგადაში მე სხვა თემას შემოიყვანს მოსაწყენიც რო არ იყოს კარგად გაუთვალისწინებია როგორც ჩანს ისა სცენარის განვითარება შესწავლილი აქვს ამ მწერალს ხო ჩვენ ვისწავლეთ ეგ სცენარის განვითარების დროს რა უნდა გამოიყენო რა ხრიკები რომ მოსაწყენი არ გახდეს ადამიანისთვის ფილმი ხო და ფილმი რომ მოსაწყენი არ გახდეს ან წიგნის კითხვა კარგად გადახტომა გადმოხტომა ამანაც იცის რწყილისავით ხო მწერალმა მგოსანმა რომი ბლოკე ჯორგიო და სახელი ერთდროულად გაქრავ ის იყო ესე იგი ეგ სხვადასხვა ისენი ქონდა აკაუნტები მივხვდი და იმას შვებოდა ეგ იყო სოფ კარგად დაგვირებულ ხარ ანუ შეროთან შეურაცხყოფას გაყენებდა ის ვინ შეურაცხყოფას მომხმარებელიო ხო და ჯორჯია ერთი და იგივე იყო ხო ხედავ შენ რა ხრიკებს ხმარობენ ჩვენ აქ ისეთი ჯგუფი ვართ ფეხი არ წაცდეს ვინმეს და არ ჩამოუვარდეს აქ ჩვენთან თორე წაძრება ის ფეხი დაინახა მისმა ბატონმა რომ უფალი იყო მას ხო ეხლა ეგვიპტეში იყიდა ეხლა კონდარტ კაცმაო ხო კონდარტ კაცმაო ესე არის წერა მე კონდრეთ უხუცესმაო თუ ესე არის წერა მე კონდრეთ უხუცესმაო ეგეთი სიტყვა მახსოვს ChatGPT-საც ვკითხე აქ წერია ეხლა კონდარტ ხო ფარაონის კარისკაცმა კონდარტ ქართ უხუცესმა ეგვიპტელმა ისმაელიანთაგან რომელდაც ჩაიყვანეს ხო და უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში დაინახა მისმა ბატონმა რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელი ემართებოდა და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური მადლი ჰპოვა მსახური გახდა კი დაადგინა იგი ბატონმა თავის სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა მას შემდეგ რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახელით იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე რაც კი ებადა მას შინ და გარეთ მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და ვიდრე იოსები მასთან იყო სმა ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონდა მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად ეხლა საქმე იმაშია რომ ამ ეგვიპტეში ეს ყმაწვილი რომ არ დაიყენონ იქ მთავარკაცად ისე თავისი ხალხიდან ვერავინ ვერ ნახეს ამ ეგვიპტეში კაი ნახოთ ამ ამბების შემდეგ იყო თვალი დაადგა მის ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა დააწეკი ჩემთან იოარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს რაც მასთან ვარ საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში არაფერი აუკრძალოს ჩემთვის მაგრამ შენი თავისა რადგან შენ ცოლი ხარ მისი არაფერი აუკრძალოს ჩემთვის გარდა შენი თავისა რადგან შენ ცოლი ხარ მისი როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევწოდო ღმერთს პატიოსანი კაცი ყოფილა იოსები ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს მაგრამ ვერ დაიყოლია რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო ერთ დღეს როცა იოსები შევიდა სახლში თავის საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო ჩაიბღაოჭა ქალი სამოსელში და უთხრა დააწექი ჩემთან იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა აუ რა კარგი სცენარია ეს მომეწონა დაუსხლტა თვალტანადი ბიჭი ეგვიპტელის ცოლს და გაიქცა გარეთ თან ხელში შერჩა ეს სამოსი ქალს და აბა დასურა თუ რა ვიცი აბა ისეთ ბიჭი დაუძახა თავის სახლეულებს და უთხრა შეხედეთ ჩვენთან საარშიყოთ მოუყვანია ეს ებრაელი კაცი შემოვიდა ჩემთან დაწოლა მოინდომა მე ყვირილი მოვდე ეჯინის კარგი დედაატირებულები არიან ეგედიც როცა ნახა რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე ხელში შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა
რა იყო შენებღაუჯებოდი თუ ის ბიჭო რა ხდება აქ ვერ გავიგე ერთი კარგი დეტექტივი არ ყავდა თავად თორე ხომად პირდაპირ ამხელდა გვერდით დადო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი ბატონი შინ დაბრუნებამდე უამბო ქმარს ეს ამბავი ასე უთხრა ეს ქალები ვინაყავთ კაცო რა ყველგან ტვინის ამრევები ესენი ყავთ შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარში ყოთ როცა ყვირილი ავტეხე შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა როცა მოისმინა ბატონმა ცოლის ამბობი ასე და ასე მომიქცაო შენი მონა განრისხდა ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსების აპყრობილ სადაც ძმების პატიმრები იყვნენ დამწყდეული და იყო იქ საპყრობილეში ეს საწყალი იოსები უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასე წყალობა მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი ვინც კი საპყრობილეში იყო ბიჭო რა ბეძია ეს დაბადებული ეს იოსები ყველა რაღაცას აბარებს ხო და ვინსკი საპყრობილეში იყო და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა. აჰა, უფროსი გამხდარა საპყრობილის რა გიდა. სასურველი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში რასაც აკეთებდა უფალი უმართავდა ხელს. მარტო ამას უმართავდა ხელს, იმ დანარჩენებს არავის არ მოუმართა ხელი კაცო, მარტო ამას მოუმართავდა ხელს. ხო საკითხები რამ გამწარად ასეთი კაცები არ ყავთ თუ რა ხდება ხო წავიდა თავი მე-40 გადავედით ახლა თავი მე-40-ზე მადლი ქენი ქვაზე დადე გაიხედე წინა ხლებაო ხო ეგრე არის რაღაც ასე და ახლა თავი მე-40 ამ ამბების შემდეგ იყო რომ ეგვიპტის არა და ამ იოსები გახსოვთ როგორ არის დახასიათებული რომ აქეზებდაო თავის ძმებზე ცუდი ამბები მოჰქონდაო მამასთან ანუ ჩამშვები იყო ხო და მამამის ყველაზე მეტად ეს უყვარდა და ჭრელი სამოსი შეუკერა გესმის და იმ ძმებს შეშურდათ ახლა ამ ჭრელი სამოსის გამო რაღაცა ნამეტნავად აჭრელდა ეს ბიჭი ამის და მერე სიზმრები მოუყვა ამან თავისი ისეთი რომ რა იყო მამამისმაც კი უთხრა მეც შენ უნდა დაგემონო წადი შილო გამეშორევ და საბოლოო ჯამში მოხდა იქ სადაც მამამისმა ანუ თავისმა დიდმა ბაბუამ თავისი ხარჭისგან გაჩენილი შვილის ქვეყანაში მოხდა ეხლა ხო ეგრეა არა თავისი ხარჭისგან გაჩენილმა შვილის შთამომავლობა მიიყვანა იქ ქანაანის ქვეყანაში სადაც მისმა დიდმა ბაბუამ ნოემ დაწყევლა ეს ქამი რომ აი შენ ემსახურები სხვა ძმებსო და სინამდვილეში ეხლა ეგვიპტეში ეს ფარაონი ზის და აგერ ემსახურება ეს აბრაამი სემის მოდგმის ხო და ამ აბრაამის შემდეგ იყო რომ ეგვიპტის მეფის წედ და მეპურემ შესწოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის მეფეს განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს მწდე თუ ხუცეს ანუ მწდე თუ ხუცეს და მეპურე თუ ხუცეს მწდე თუ ხუცესი რაღა არის ჩემო კარგო ბიჭო შენ რა იცი მწდე თუ ხუცესი ჩავიწეროთ ისი გამოგვადგება ეს უხუცესობანები მწდეთ უხუცესი მერე მეპურეთ უხუცესი მეპურეთ უხუცესი სადავართ ესე იგი და აქ არის ქონდა ქართ უხუცესი ქონდა ქართ უხუცესი კარგი very nice კარგი განურისხდა ფარაონი თავის ორ კაცისაგან მწდეთ უხუცეს და მეპურეთ უხუცეს მოიცე და ამების შემდეგ იყო რომ ეგვიპტის მეფემ წედ და მეპურეთ შეცოდეს თავიანთ ბატონს წდემ და შეცოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის მეფეს რა შეცოდეს ნეტა რა შეცოდეს არა უშავს გავიგებთ განურისხდა ეს ამათ და ჩაყარა ისინი ქონდა ქართ უხუცესის სახლში საპყრობილეში იქ სადაც იოსები იყო დამწყდეული
მიუჩინა მათ ქონდა ქართულხუცესმა იოსები. ღმერთი კი არ იყო მასთან, აგერ თურმე ქონდა კაცის ვისი გაზრდილი წელს ეს ბიჭი იმასთან მიუყვანია და ჩააბარებდა, აბა რა იქნებოდა იცნობდა ამდენი ხანი. მაგრამ შეფარულად იმაშვებიან რა რაღაცებს თამაშობს ეს მწერალი ახლა რა გვცდის ჩვენ აბა იქ დაფარულ რაღაცა იმებს ვიპოვით თუ არა ერთი და იგივე სურათში სხვადასხვა იმებს რა დამალულ რაღაცებს ინფორმაციებს მიუჩინა ანუ ქონდა ქართულხუცესმა არ ჩაიბარა ეს იოსები თავიდან ხო და საპყრობილეში ჩააგდო და ესე იგი ქონდა ქართულხუცეს უხუცესთან ჩაუგდია საპყრობილეში და მე ღმერთი იყო მასთან და საპყრობილის უფროსმა კი არ თქვა რომ ქონდა ქართულხუცესი არის ეს საპყრობილის უფროსი ხო საპყრობილის უფროსმაო ყველაფერი ამ იოსებს გადააბარაო გეთქვა ბარემ რომ ეს ქონდა ქართულხუცესი არის ეს საპყრობილის უფროსი და გაგვიადვილდებოდა საქმე მაგრამ სააზროვნოა როგორც ჩანს ეს ციგნი რა თან ფანტასტიკა ხო არის ახლა სააზროვნოც არის ეს განტოლებების ამოხსნის ბოლოში მიუჩინა მათ ქონდა უხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა ასე იყვნენ ერთხან საპყრობილეში ეს სიზმრა ერთ ღამეს ორთავის სიზმარი თითოეულს თავისი საკუთრივ ასახსნელი მოიცა ერთი წუთი ხო თავისი საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ხო ეგვიპტის მეფის მწედ და მეპურეს საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყდეული მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა რომ დაღვრემილები იყვნენ შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში დღეს რატომ დაგეღრეჭიათ სახე უთხრეს სიზმარი გვესიზმრა მაგრამ არ არის მისი ამხსნელი უთხრა იოსებმა განაღვთისგან არ არის ახსნა აბა მიამეთ უამბო წმინდა მწდეთ უხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა ხედავ სიზმარში ვაზია ჩემს წინ 3 ლერწი აქვს ამბას როგორც კი გაიფურჩქნა გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი ხელში ფარაონის თასი მეჭირა ავიღე ყურძენი დავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონის მივართვი უთხრა იოსებმა ეს არის მაგისი ახსნა 3 ლერწი 3 დღეა 3 დღის შემდეგ თავს აგიწევთ ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს კლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე როცა მისი მწდე იყავი ოღონდ გამიხსენე როდესაც კარგად გექნება საქმე მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი ამ დილეგში რომ ჩავეგდე დაინახა მეპურეთეხუცესმა რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას მეც მესიზმრა სიზმარი ახასამი მოწნულია კალათა მადგას თავზე ზემოთ კალათაში ფარაონის ნაირი საჭმელი აწვია მზარეულის გაკეთებული ჩიტი კენკრავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან მიუგო იოსებმა და უთხრა ეს იქნება ახსნა 3 კალათი 3 დღეა 3 დღის შემდეგ აქწევს ფარაონი ხეზე ჩამოკიდებს და ფრინველები დაძიზგნენ შენს ხორცს მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღეს გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთ უხუცესი და მეპურეთ უხუცესი დაბრუნდა მწდეთ უხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს ხოლო მეპურეთ უხუცესი ხეზე ჩამოკიდა როგორც განუმარტა მათ იოსებმა არ გახსენებია მწდეთ უხუცეს იოსები დაავიწყდა მწდეთ უხუცეს არ გახსენებია იოსები დაავიწყდა დედა როგორ დაგავიწყდა ეხლა ნახე შური თუ არ იძიოს მისმა ღმერთმა შენზე ეგ როგორ მოგივიდა ხო ეხლა მოვალ მეგობრებო დედიკო შენ დიდი ბიჭი გაიზდები და როცა მე-6 კლასში იქნები შეგიძლია მოისმინო ეს ეხლა რასაც ვკითხულობ და მე როგორც ის არის ხო იცი ჰეა კასეტე ისე მოისმენ და თან ჩემ განხილვებსაც
კიდევ ერთხელ მოისმენ რას ვიტყვი, ხო? გავიდა 2 წელიწადი, გადავედი თავი 51-ზე. გავიდა 2 წელიწადი და ეს იზრდა ფარაონის სიზმარი. აჰა დგას იგი ნილოსის პირას. აჰა ამოდის ნილოსიდან 7 კარი. შესახედავი და კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში ბალახობს. აჰა 7 სხვა ძროხა. შეუხედავი და ხორცდაყრილი. ამოხვება მათ ნილოსიდან და გვერდში დაუდგება იმ ძროხებს ნილოსის პირას. შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა 7 კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა და გაეღვიძა ფარაონს. დაიცინა და კვლავ ესიზმრა. აჰა 7 თავთავი ამოდის ერთ ღეროზე სავსე და საღი. აჰა კვლავ 7 თავთავი ფშუტე და ხორშაკისაგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა 7 მსხვილი და სავსე თავთავი და გაეღვიძა ფარაონს. აჰა ეს სიზმარიც. დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა მისიანი და ბრძენი და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს. მაშინ მიმართა მწდეთ უხუცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდებათ ჩემი ცოდვები. ფარაონი განურისხდა თავის მორჩილს და მიგვცა პატიმრად ქონდათ კაც უხუცეს სახლში, მე და მეპურეთ უხუცესი. ვნახეთ სიზმარი ერთღამეს მეც და იმანაც თითოეულმა საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ვნახეთ. ჩვენთან ერთად იყო ის ერთი ებრაელი ყმაწვილი. ჰქონდა ქართუხუცესის უпроსწორი ყმაწვილი ჰქონდა ქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები. თითოეულს ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა. მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა. გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები. ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს. იმ დროსაც იპარსავდნენ როგორც ჩანს. უთხრა ფარაონმა იოსებს, სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინ ამისი ახსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს ახსნათ შეუძლიაო. მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა, მე რა შემიძლია ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას. უამბო ფარაონმა იოსებს, მესიზმრა, აჰა ვდგავარ ნილოსის პირას. აჰა მოდის ნილოსიდან 7 ხორცსავსე ლამაზი ძროხა და ლერწმიანი ბალახობს, ხო? რაღაც იმეორებთ ეხლა გადაახდით. აჰა სხვა 7 ძროხა და ხო, მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანო არაფერი მინახავს. შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის 7 ხორცსავსე ძროხა. შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული. ისევე მჭლენი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა. ვიხილე სიზმრად, აჰა 7 თავთავი ამოდის ერთ ღეროზე სავსე და საღი. აჰა კვლავ 7 თავთავი გამომშრალი ფშუტე და ხორშაკისაგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ. ჩაყლაპეს თავთავებმა 7 საღი თავთავი, ვუამბე მისნებს, მაგრამ შემტყობარი არავინ იყო. უთხრა იოსებმა ფარაონს, ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები, რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნობს ფარაონს. 7 საღი ძროხა 7 წელიწადია. 7 საღი თავთავის 7 წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს. მათ შემდეგ ამოსული 7 მჭლე და უგვანო ძროხა 7 წელიწადია. 7 ფშუტე და ხორშისაგან დახრუკული თავთავი შიმშილობის 7 წელიწადია. ეს იყო ფარაონს რო უთხარი, რის ქმნასაც აპირებს ღმერთი, ფარაონს თავად ახილვინა მეთქი. აჰა მოვა 7 უხვმოსავალნიანი წელიწადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. მას შემდეგ დადგება 7 მოუსავლენიანი წელიწადი.
მოუსავლიანი წელიწადი გაქრება ბარაკა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანადებს ქვეყანას. წინანდელი ბარაკის კვალი არ დარჩება ქვეყანაზე ამ შიმშილის ხანს, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი. ორგზის რომ გაუყვალდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას. ახლა გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყოვნოს ეგვიპტის ქვეყანას. ასე ქნას ფარაონმა ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტეს ქვეყანას 7 მოსავლიანი წელის მანძილზე. დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ. იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის 7 მოუსავლიანი წელის მანძილზე ეგვიპტის ქვეყანაში, რომ დადგება და რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს. მოეწონა ნათქვამი ფარაონს და ყველა მისი მორჩილი და მორჩილს. უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ, ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება, უთხრა ფარაონმა იოსებს. რა კი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი. შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენ სიტყვას დამორჩილდება მთელი ჩემი ხალხი. მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული. აჰა, ბიჭო, რა ბედი აქვს ამ იოსებს რა. უთხრა ფარაონმა იოსებს, აჰა, დამიდგენი ხარ მთელი ეგვიპტის განმგებლად. რა მაგარი ჭკვიანია თან ეს იოსები, ხო? წაიღო, ანუ მეფე თვითონ დაჯდა და მისი მხლებ მეფე დააყენა მის ფარაონი დააყენა მის ქვეითად. მაგრები არიაცა. წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს. შემოსა ზეზის შესამოსელი და ოქროს ზეწყვით ჩამოხიდა ყელზე. ეს იყო მნიშვნელოვანი რა. დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე. მუხლი მოიყარეთ, ასე დაუდგინა იგი განგებელან მთელს ეგვიპტის ქვეყანას. უთხრა ფარაონმა იოსებს, მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელს ვერავინ გაანძრევს მთელს ეგვიპტეში. უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად საფთან ფაყნეახი და მისცა ცოლად ასენათი, ონის მზის ქალაქის ქურუმის ფოტიფერაყის ასული. ანუ ონის ფოტიფერაყის ასული. ქურუმის ფოტიფერაყის ასული, ანუ მზის ქალაქი არის ონი. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში. 30 წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა მთელი ეგვიპტე. აჰა, თუმე რა კითხაობას რამხელა ძალა აქვს, ხედა? უკითხავა ამ კაცმა. გულთმისნობაც კარგი რამეა თურმე რა. გაიგეთ? არი კრძალება გულთმისნობა, აგერ წერია, რომ მთელი ეს სიზმრები აუხსნა და თანაც თანამდებობაც მიიღო. ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა, ხო? სოფო ეგრეა ზუსტად. ხიგით ხარი. აქრე წავიკითხე, სხვა რამე წავიკითხე? წარმოქმნა მიწამ ხვავრიელად 7 მოსავლიანი წელიწადის ხორბალი. შეაგროვა იოსებმა 7 მოსავლიანი წელიწადის საზრდო, რაც კი იპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში და ქალაქებს ჩამოურიგა. თითოეულ ქალაქს თავისი გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა. დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით ბევრზე ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი. მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეძინა იოსებს 2 ვაჟი, რომელიც უშვა მას ასენათმა, ონის ქურუმის ფოტიფერაყის ასულმა. უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა, დამავიწყდა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯა, წვალება და მამაჩემის სახლი. ხოლო მეორე
მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა, ნაყოფიერი იყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში. გასრულდა 7 მოსავლიანი წელიწადი ეგვიპტის ქვეყანაში, რომ იდგა. დაიწყო 7 მოუსავლიანი წელიწადი, რომ როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური. დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღა და ხმამაღლა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს. მოდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით. შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები. შიმშილი კი გაძლიერდა ეგვიპტის ქვეყანაში. ყველა ქვეყანა ეგვიპტეში მოვიდა იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელს ქვეყნიერებაზე. ყოჩახ იოსებ, ყოჩახ, მომეწონა შენი საქციელები, რა ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ და რა იღბლიანი ბიჭი ყოფილხარ. მოდი ახლა წერტილს დავსვამ და დავასრულოთ დღეს. დავიღალე ნამიტნავად. ბევრი წავიკითხე. ხო და მეგობრებო, ნახე რას იზავს იოსები თავისი ძმები რომ მოვლენ ქურდობას დააბრალებს, რომ ყველა მოიყვანოს თავისთან. აბა ეხლა პატიოსნობით ვის რა მიუღწევია საერთოდ ამ წიგნშიც და საერთოდ ისე ცხოვრებაშიც. ვინმეს რამე მიუღწევია პატიოსნობით გარდა ჯვარცმისა? მითხარით? ღმერთს უყვარს ესეთი ხალხები და აგერ ჯვარზე ვინც გაეკრა ის შეწირა. თავისთავად. თავისთვის შეწირა ხალხის გადასარჩენად. ისე რო არ შეეწირა, ისე ვერ იზავდა ღმერთს მას. საღამომშვიდობის საანი. მოკლედ, ერთი ამბებია რა 90-იანი წლები გამახსენდაო. ხო, შიმშილობის პერიოდი. რა საინტერესო ვიღაცაა ეს, ვინც წერს ამას. ნეტა რა ერქვა ამის დამწერს, როგორ მაინტერესებს. სახელი არსად არ იქნება შემორჩენილი. შეიძლება თვითონ დაბადება არის მისი სახელი. ეგრე არ ერქვათ? ძე ტკივილისა, ძე რაღაცა ხსნისა, ბენ ყარიო თუ რაღაც, ბენ ყარი არ დაარქვა იმან თავის. ხო და დაბადებას რა ერქვა? ებრაულად დაბადებას რა ქვია და შეიძლება ის სახელია მის. არა, საინტერესოა ეს ამას ვინც წერს, ის რამდენი ხანი ცოცხლობს. აუ, დედიკო, ნუ ეგ დაჩანიშნული მქონდა რა. ხო, რა ვიცი, ნოეზე მეტი ხანს კი იცოცხლა, მე მგონი 1000 წელი. ეს ის ხო არ არის ყოწატლანტი. უკვდავი რო არის და ის წერს ამ ამბებს. არა, იოსები პატიოსანიაო. ახალი წერს დაგინახე და კარგ ხასიათზე დავდექიო. რატო ბიბლიას რო კითხულობ? ბიბლია რატო დაარქვა ნეტაო? ხო, რატო დაარქვეს ბიბლია საინტერესოა რა. ბანი ლიაო, ბანი ლია. ბიბლა. I'll beep. ლბიბ. აბა რას გვეუბნება, ერთხელ კი გავშიფრე, მაგრამ ის გაშიფრება მომეწონა. საინტერესო რა არის, იცით? აი ნახე, ნოე ხო არის. აბა წაიკითხეთ უკუღმა, ეონი. ეონების დრო გახსოვთ, იქ მოთხრობილი არის იმაში. რა ქვია მაგას? აპოკრიფებში. ეონები იყვნენო. ხო და ეონები ესე საინტერესოა, ახლა აი უბრალოდ
უკუღმა წავიკითხოთ ეს სახელები, რას გვაძლევს რა. სემი იმეს, ქამი იმაქ, იაფეტი ტეფაი, ნოე ეონი, ლამექი ქემალი, აკლემი არის ეს ქემალი, მეთუშალახი ხალიშუთემი, ენოქი იქონე, ქონე, იარედი დერაი, მაჰალაელი, ლელალაჰამ, ნანიაკ, კაინანი და ნანიაკი, ენოში და შონე. შონია აქედან ხო არ მოდის? ენოში, შონე, სონე. შეთი, თეში, აბელი, ლებანი, ლება და კაინი, ნეაკი. ევა, ავე, ადამი, მადა. ვიღაცას მადა გაიხსნა. ევა, ავე რაღაცა ავეს მადა გაიხსნა და დაიწყო წერა. დაიწყო წერა და იფიქრა და დაწერა. მაშ მე მაინტერესებს ერთი ეს ჩინელები რო არიან ჩინელები. რომელიდან არიან ეთი ყველა ნოედან მოვდივართ ხო? აბა ვნახოთ ეხლა ჩინელები ვისი მსგავსი არიან? ნოეს რომელი შვილის მსგავსი არიან? სემის, ქამის თუ იაფეტის? თუ უსხოპლანეტელები არიან ისინი საერთოდ? ენოქი იქონიე, ქონი, ქენი, ენი, ენო. ხო, მაგასთან მივიდივართ კი. აუ ეს ჯორჯიო ისე გამოჩნდა. ჯორჯიო არმან. ბიბლიის პირველ წიგნს ქვია ბერეშით ნათარგმნია შეცდომით. დასაწყისში სინამდვილეში ბ უდრის ორს. ანუ ებრაულად იკითხება მეორე. დასაწყისში შეიქმნა ღმერთი და არა ღმერთმა შექმნა. ბიბლია არის შუმერული კოსმოგონიის მაკრომოდელი. გადმოსული მიწიერ დონეზე არის დუალისტური წიგნი. თამადა ადამი. ადამად. ხო, ნუ ეგრე სარკისებურად ადამად. მაკრო არა მიკრო. ანუ ებრაულად იკითხება მეორე. დასაწყისში შეიქმნა ღმერთი და არა ღმერთმა შექმნა. ბიბლია არის შუმერული კოსმოგონიის მიკრომოდელი, ესე იგი, ხო? გადმოსული მიწიერ დონეზე არის დუალისტური წიგნი. რა თქმა უნდა, ბინარულ სამყაროში ვცხოვრობთ აგერდათ, ყველაფერი დუალისტურია ამ ქვეყნად. მაგრამ რატომღაც ნახეთ ეხლა რა ხდება რა. საინტერესო რა არის ეხლა სიდონებო. დღეს სიდონის ერთ-ერთმა წევრმა, ჩვენმა სანუკვარმა ლაშამ აღმოაჩინა ესეთი რაღაც. ვიქეკეთ და სად მივედით არიცით? მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჰემატრიის მიხედვით ვინაც უნდა ევა გველმა, ხო? ეხლა ნახეთ, ძველი ქართულის მიხედვით გული, ანუ გველი არის გუელი, ანუ გუელი.
ეხლა ეს გუელი ვინ არის, ხო? რომ ნახეთ, რომ გულის ჰემატრია, ანუ G, U და მე-40 წესებგერა L და მერე კიდე I, ქმნის საერთო ჯამში ჰემატრიულად 369-ს. ეხლა ნახე შენ. კიდევ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჰემატრიულად იგივე ციფრზე ჯდება შავიც და შავ იები აკლდება, იმიტომ რომ I არის სართი და ერთვება ხოლმე ბოლოს, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი, მათგან ის გარეშე, ესე იგი გული 369 არის, 369 არის, შავიც 369 არის და კიდევ რომელი იყო გამახსენდი? სამი 6-ზე რომელი შავი დაჯდა? გული დაჯდა, ანუ გული და კიდე რა დაჯდა? ბავშვო, სად არის ჩემი მეორე ტელეფონი? ეხლავე გაჩვენებთ. თქვენ გამექცევით, თქვენ გაჩვენებთ სეირს. ხო, და ეს ჯორჯიოც რაღაცა მაგისკენ მიდის რა, რომ აი რაღაცა ამანაც დაიწყო იურითული ასოებით გაშიფრვა და ეს ჩვეულებრივი საკითხია და ეხლა ნახეთ თქვენ რა. ჩვენი ძლიერი ლაშა სიდონში რა ხდება აქ? აუ ეს გამიფუჭეთ ახლა თუ რატო არ ხდება? განახოთ ახლა რას ვაკეთებთ მეგობრებო? რას ვაკეთებთ სიდონში? იმედია ლაშა არ გამიბრაზდება ამ ინფორმაციის გაჟღერებისთვის, მაგრამ მაგისთვის ვართ ჩვენ სიდონში, რომ ეს ინფორმაციები რაც მოგვდის გავაჟღეროთ, აბა ხალხის განათლებისთვის ვარ, თორე აგერ რამდენი წელი 59 წელი აჯდა ის კაცი მაგ ინფორმაციებს. ის უწმინდესად და უნეტარესად რო აღიარის. აი ნახეთ ახლა, ნახეთ. ესე იგი ჩვენ წავედით და ვნახეთ ესეთი რაღაცეები. ეს არის გული. ნახეთ, გული დაჯდა 369-ზე დაჯდა. ესენი ახლა ყველაფერს არ აგიხსნით, უბრალოდ გეტყვით რეები დაჯდა კიდე რა. ეს რაზე დაჯდა? ეს 212-ზე დაჯდა. გულ. არა. ნახე, შავი რო გავშიფრეთ, შავი დაჯდა სულ სხვა რამეზე, მაგრამ ის გარეშე დაჯდა მერე ნახეთ რაზე. ვნახოთ აბა რაზე დაჯდა. თეთრი დაჯდა სხვა რამეზე, ანუ თეთრი ფერი. ეხლა რატო ვაკეთებთ ახლა ჩვენ ამას, იცით? განვიხილავთ. აი ამის მიხედვით განვიხილავთ თეთრზე ტ ზის აგერ და შავზე ცის და ეხლა რომელია მართალი ჩვენ ამას განვიხილავთ რა და ჩვენ ვიცით 369 არის სინათლის ნახეთ ძველი ქართულით შავი არის შავი ვ უდ გადაკეთდა გესმით უпроსტოდ უ ვ-თ გადაკეთდა ახალ ქართულში და შავი დაჯდა 369-ზე აბა ეხლა ვნახოთ კიდე რა გადაკეთდა
G და V ელი მერე ემატება. ელი არის ღმერთი, G და V-ც დაჯდა 3-6-9-ზე. და გულიც დაჯდა 3-6-9-ზე. ანუ გამოდის, რომ შავი თვითონ შავში არის მოცემული, შაუში არის მოცემული 3-6-9, ანუ უშრედი წყარო, ენერგია, წყაროსი. მერე, ანუ შაური შენ, შაური მე ხო არის ეგ სიმღერა. შაური მამა შენ, სამშაურად სულ გიყიდით შენ და მამა შენს. აი, საიდან იცოდა ხა მომღერალმა ამ შაუის შესახებ, მითხარით? არ იცოდა. საიდანაც გაეგო და დაწერა სიმღერა. გველიც დუალისტურია, მაღალ სამყაროს ბერია ზედემის დონეზე გველი, სამაელი, რომელიც დემურგის პარცუფია, იწვევს ადამიანის დაცემას, კლიფონის. სხვათა შორის სამუელი არის ბრმა და ჯდება 9-ზე. ესეც ლაშამ გამოთვალა თავისი არაჩვეულებრივი გამომთვლელი მანქანით. ნახეთ? ესე იგი, იესო არის 3-6-9. იესო არის 9-6-3, იესო არის 6-3-9. მერე სიკვდილი არის 9-ებზე დაჯდა, მრუშ 9-ებზე დაჯდა, საკლა 9-ებზე დაჯდა, ნებრუელ იალდაბაოთ და სამაელ ემანუელ 9-ებზე დაჯდა. ანუ ეს გადმოყირავებული 6-იანებია, ხო? აი, ნახეთ. ესენი 6-იანებია გადმოყირავებულად და ეს რაც არ უნდა აყირავო 3-6-9, ჯდება 3-6-9-ზე. ანუ იესო არის გულის სიხშირეზე. გულის სიხშირეზე, ასევე გვს სიხშირეზე მოგვი, ხო არის ეს მოგვი ნიშნავს რაღაცა თანამდებობას, ხო? როგორც შუმერი, როგორც ქურუმი. ასევე დაჯდა შაუი, იცით რა არის გერმანულად? ნახე, შეხედე, იხილე, შაუ, აი რო გეუბნებდით თქვა შაუს, ხო? შაუმალ, ხო? ნახე, უყურე, შეხედე, ხო? აი რაღაცა შავი, ანუ შაუი მიგვითითებს რაღაცის დანახვებაზე, ხო? ასევე 3-6-9 არის სინათლე და ასევე არის იესო, იგივე იესო ამ კოდის მატარებელი. მეგობრებო, საინტერესოა. ებრაული სიტყვა გველი და მესია ერთი და იგივე გემატრია, ხო? საინტერესოა ქართულადაც თუ ეგრე დააჯდება მესია და გვ. ჩავიწევ. მესია. სამაელი, რომელიც დემურგის პარცუფია, იწვევს ადამიანის დაცემას, კლიფოთის სამყაროს ედემის დონეზე, ხოლო ამ დაბალ ედემში ვერ ხედავ. ამ დაბალ ედემში მეორე გველი, რომელიც მოსემ აღმართა მოგვიანებით უდაბნოში, ამ მეორე გველს ეწოდება ნეხოშეთი და დაბალი სამყაროს ედემში გამოაფხიზლა ადამი. მაღალ დონეზე პირველი გველი დაიწყევლა. ამიტომ დემიურგი ბაძავს ზედა უმაღლეს ღვთაებრივ პარცუფს და თვითონაც წევლის მეორე გველს. იესო რომ დაიბადა, საწერია ეგ, ჯორჯიო. თუ ეს შენ დასკვნებს წერ. იესო რომ დაიბადა, 3 მოგვი მოვიდა და თაყვანის წეს ახალშობილს. გემატრიას ნუ უწოდებ რა. გემატრია არის რუსული და ჰემატრია არის ქართული. ხო, ნუ ესე იგი საინტერესოა ძალიან ეს საკითხები რა. იესო ჯდება 3-ზე და იესო ჯდება 7-ზე. ხოლო სიკვდილი, მრუშ, საკლა, ნებრუელ, იალდაბაო
სამუელ ემანუელ ჯდება ცხრიანებზე. ამის მიხედვით ჩვენ ვიცით, ადამიც ჯდება სხვათა შორის, აი, ევა ჯდება ევა 2 ვთი ჯდება 396-ზე, ანუ იგივე 396-ზე, ადამ ჯდება 693-ზე, ადამი ჯდება 369-ზე და ადდამი ერთ და იგივეა. ადამი და ადამ. სტუნ ება. სტუნ ჯდება 666-ზე. და ება მერე რაღაცა სტუნ ება რაღაცას. ლომი და პური ჯდება 6-იანებზე. ანუ სტუნ, ლომი და პური ჯდება 6-იანებზე. ზოხარი გაგიგიათ? ხო, წავიკითხეთ ზოხარი, სადღაცა ეწერა აქ. ზოხარი სახელებში. მაგისკენ მიდის რა, რომ აი რაღაცა მეგობრებო, ეხლა დაგემშვიდობებით, რო არ გამიგრძელდეს, ხო? ზოხარი გაგიგიათ, ზოხარი წიგნია. მაშინ არ გამიგია ამის შესახებ ზოხარის. ეთყობა ზოხარის დაწერილია? იმიტომ რომ ზოხარის სახელი არ არის? აქ სადღაცა შემხვდა სახელებში, მაგათ ხო ეგეთი უცნაური სახელებია. შეიძლება ჰაზორამი? არა, ჰაზორამი არ არის ზოხარი, ცოხარი ან ზოხარი. კი, შემხვდა რა. სადღაცა შემხვდა ზოხარი, ზუსტად ეგეთი სახელი. ზოხარი ნიშნავს სინათლეს არამეულად საკმაოდ დიდი წიგნია. სინათლეს არამეულად საკმაოდ დიდი წიგნია. სოფ ის ეხლა შერასაც ითვლეს ჰემატრია, ხო? ეგ ჰემატრია შეიძლება ამას შიფრავს, მაგრამ ჩვენ სხვა ლაშამ სხვა სქემა განავითარა, რომელიც სქემის მიხედვითაც, ხო? თეთრზე და შავზე ზის ეს ასობგერები და აი იმის მიხედვით უკვე ვიკვლევთ, შეიძლება იმას სულ სხვა გამოთვლა ეგ პრინციპში, რასაც ლაშამ მიაკვლია. და იმ გამოთვლის მიხედვით ძალიან საინტერესო ციფრებზე ჯდება სხვადასხვა სახელები რა. თავისი ხშირეებს გვანახებს. და ჰემატრია მარტო გამოთვლა არის რისი იცი? ანბანის მიხედვით. ანბანის მიხედვით 40 ასობგერამდე ხო არის რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობის ციფრები. რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობის ციფრების შეკრების ჯამი ჰემატრიაა. ხოლო აი ლაშამ რასაც მიაგნო, ხო? აი ის კიდე სულ სხვა გამოთვლა. მე მგონი მაგას სპეციალურად სახელი უნდა დაერქვას. ლაშა, მე და შენ ამას სახელი უნდა დავარქვათ. რომ გამოყოფილი იყოს ჰემატრიიდან რა. თუმცა ესეც ჰემატრიას ეკუთვნის. აი ამის მიხედვით რა. ეს მე მგონი არის უფრო დუოტრია ან ბინალური ტრია.
ან რაღაცა ხელი უნდა მოუგონოთ ლაშა მე და შენ ამას. არა, ეს არის ჰემატრია კი. ჰემატრია არის, იცით რატო? 8-8-ია. ხო და 8 არის ჰემერვე. მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ ჰემატრიისგან განსხვავებული რო იყოს, ამას შეიძლება დავარქვათ ჰემერვე მატრია. აი ესე შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ რომ ეს მართლა ჰემერვე მატრია არის რა. ეს არის ჰემერვე მატრია, ის ჰემატრია არის. იმას რატო დაარქვეს ჰემატრია არ ვიცი, მაგრამ აი ამას ნამდვილად უნდა ერქვას ჰემატრია. იმიტომ რომ 8 და 8 არის, ანუ ჰ და ჰ-ზე მთავრდება, ჰ-დან ჰ-მდე მთავრდება და ზოღარი კიდევ აბრაამა რომ იყიდა, მახმელას მღვიმე ომის მამა იყო. კაბალას წიგნზე ლაპარაკობ, ეუბნება მამუკა ჯორჯიოს. მეგობრებო, არ ვიცი, ჯერ ეს წავიკითხო, ხელა ჯანდაბა წავიკითხო და მე მაგეებზე გადავიდეთ ამ მეც ვითვლი მაგ პრინციპითო. დღეს გავეცანი მე ამას და ტვინის ამრევი კი არის, მაგრამ ესეც ტვინის ამრევია ეს წიგნიც. ყველაფერი ტვინის ამრევია. დალაგება სჭირდება. მეგობრებო, ეხლა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, უკვე ხდება პირველი კი არა 11 საათი ხდება, ხო? ძალიან მიყვარს თქვენთან ურთიერთობა. ხვალ კიდე გავაგრძელოთ, მაგრამ მე მგონი ხვალ საღამოს შემოგიერთდებით, შეიძლება ვერ მოვასწრო, შეიძლება დილით ადრე ვნახოთ რა. ზოღარი სერიოზული წიგნია, განსაკუთრებით დასავლურ ეზოთერულ წრეებშიო. ზოღარი, მოიცა ერთი წუთით. ზოღარი. ებრაულად ნიშნავს ბრწყინვალებას, ნათებას, არის ებრაული მისტიკური სწავლება, კაბალას მთავარი წიგნი. იგი წარმოადგენს თორას, მოსეს 5 წიგნეულს. თორას მოსეს 5 წიგნეულს წარმოადგენს მისტიკურ და სიმბოლურ განმარტებას. ზოღარში ტექსტები ხშირად დიალოგის, იგავებისა და საიდუმლო განმარტებების ფორმითაა დაწერილი. ტრადიციულად ზოღარის ავტორად მიიჩნევა 2 საუკუნის რაბინი. მეორე საუკუნის რაბინი. რაბინ შიმონ ბარ იოხაი, მაგრამ ისტორიკოსების დიდი ნაწილი თვლის, რომ წიგნი მე-13 საუკუნეში ესპანეთში ჩამოყალიბდა ან შეადგინა. მოსე დე ლეონ. ზოღარის მთავარი თემებია ღმერთის ბუნება, სამყაროს შექმნა, სულის სტრუქტურა, სინათლისა და სიბნელის სიმბოლიზმი, ღვთიური სახელების ძალა, მამაკაცური და ქალური საწყისების ერთიანობა, ადამიანის სულიერი გარდაქმნა. საინტერესო იქნება მართლა. კაბალაში მნიშვნელოვანია ცნება სეფიროთი. ტოტატლანტის მსგავსად, ანუ შეიძლება ეს ღვთიური ემანაციონები, ანუ ის გზები, რომლებთაც ღვთიური ენერგია სამყაროში ვლინდება. ზოღარი დაწერილია ძირითადად არამეულ ენაზე, ნაწილობრივ ებრაულად. წიგნი ძალიან სიმბოლურია და პირდაპირ წაკითხვაში ხშირად რთულია, რადგან ტექსტი მრავალშრიან ალეგორიებს იყენებს. რას ნიშნავს ზოღარი კაბალაში? ხო, იცი რა? სეფიროთი, ხო, საინტერესო წიგნი იქნება, არ ვიცი. იყიდება ეგ წიგნი სადმე? თქვენ ბიბლიას არ უუდგებით დუალისტურად, ხედავთ ნეგატივს. ჩემი პოზიცია კი დუალისტური მიდგომაა, რადგან ზოღარში წერია, რომ როდესაც ისრაელს თორა მიეცა, მას შეერია სამაელის შხამი, როგორც წვეც მტვერი და ჭუჭყი.
ჯორჯიო, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ დუალისტურადაც უდგებით და ყველა კუთხით უდგებით ჩვენ ამ წიგნს რა. დუალისტურია, ეხლა ღმერთი ეუბნება ატყუებს ადამ და ევას, გველი სიმართლეს ეუბნება. უბრალოდ რა არის, იცი, შემოტრიალებულია, თავდაყირად დგას ის საკითხები, რომ ვითომ ღმერთია კარგი და გველია მაცდური. არა, სინამდვილეში ღმერთი როგორც ჩანს არის პირიქით, მაცდური არის და კვლელია, ვიდრე ის გველი. გველი საერთოდ არაფერში არ არის, სიმართლეს ეტყვის ევას და რატო დაიწყევლება მე ვერ ხვდები გველი რა. არასწორად დაიწყევლება გველი. არ შეიძლება რომ სიმართლის თქმისთვის ღმერთმა დაწყევლოს გველი, რატო? რატო დაწყევა გველი? ან ევა რატო დაწყევლა, ან ადამი რატო დაწყევლა რა? არანაირი არ დუალისტურად კი არა ყველა კუთხიდან უდგები მე ამ საკითხს, მაგრამ რა ვიცი, ხა თუ ღმერთის ერთი მხარე გვინდა გავიგოთ მხოლოდ კაი, გავიგოთ ის რომ აი ღმერთმა იმიტომ უთხრა ადამზე ესე, რომ მოკვდებიო. ხო? თუმცა არც მომკვდარა ადამი. არ მომკვდარა ადამი. პირდაპირ ღმერთი გახდა ადამი. ანუ სიცოცხლე შო. გესმის, სიცოცხლე შო. ეგრე არ არის რა, რომ ადამი მოკვდა. რახან აიდემის ბაღიდან გავიდა, სულაც არ მომკვდა რა, აგერ ხედავ, რამდენი წარმოქმნა, რამდენი ადამიანი წარმოქმნა. არ მომკვდა რა ადამი, სად მოკვდა, ვინ გითხრა რომ მოკვდა ადამი? რატო მოატყუა ღმერთმა? სულიერად მოკვდა? სულიერად კი არ მოკვდა, სინათლე შევიდა მასში, როგორც ჩანს, აგერ განვითარება მერე დაიწყო ადამმა. მანამდე ისიც არ იცოდა შიშველი დარბოდა თუ ვინ იყო, საერთოდ ის არ იცოდა. რისი ტრაკი და თავი ქონდა, აი ის არ იცოდა, ხო? პირადი ზარი დავგეგმოთ და აგიხსნის სიტუაციასო. არა რა, არა მაქვს, აი აქ ახსენი ჯორჯიო რა. აქ ახსენი არ ჯობია ყველამ გაიგოს. იცი რა არის? აი ჩაერთვე თუ გინდა შემდეგ ლაივში ჩაგრთავ და ახსენი. უბრალოდ ის რასაც ესენი ხსნიან დუალისტურად, ხო? ქრისტემ რა გითხრა? არ გახსოვს? ხო იცი, ეხლა გეცოდინება შენ ახალი აღთქმაც. ორ ბატონს ეს ერთად ვერ ემსახურებიო რა. ან ერთი უნდა მოიწონა, ან მეორე. ეხლა ღმერთმა რომ ის მოატყუა და ეგა კარგია რომ თქვა რომ კარგია რომ მოატყუა, კარგი უნდა და ადამიანისთვისო, ხო? და თანეულება არ იცრუო, არა კაცკლაო, ხო? დუალისტური კი არა, საპირისპიროა, ეს პარადოქსულია, რო იცო. ხო? ჯობია ესე გავიგოთ რა. ეგრე არ არის რა. კაცი ჭამიაობა არ არის კარგი. არ არის კარგი კაცი ჭამიაობა. მოეში დამიჯერე არ გჭირდება ახალ აღთქმის მიხედვით იარე იესოს მიყევი ეგ არის ჭეშმარიტი გზა თუ დამიჯერებ კარგი. დიახ, დავგეგმოთ ლაივი. კარგი. აი ხვალ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ შემოსვლას, მაგრამ რომ დავაპირებ ლაივში შემოსვლას, დაგიკავშირდები და თუ გეცლება შემოდი. და როცა ჩამერთვები, მერე ჩაგრთავ თუ გინდა. ეხლა უკვე ძალიან დავიყალე. აბა დროებით მეგობრებო და მაინტერესებს ერთი ჯორჯიო რა სიტყვის. მართლა მაინტერესებს ჯორჯიო. აბა კარგად ძილი ნებისა და იმედ ამ წიგნის გადამკიდე ისეთი რაღაცები მესიზმრება რომ გუშინ სიზმარში ვნახე ვითომ აი აქ სამეზობლოში მთელი სოფელი სავსე იყო. ხო და ვიღაცა სხვადასხვა ადამიანები იყვნენ აქ. ის ღმერთი ვინც ადამი მოატყუა დაბალი იმანაციაა და ხშირად იწოდება იხვხ ან ელოჰიმად სამწუხაროდ. მე ჩვენც მაგას არ ვიძახით, გავკივივართ, აგერ ეს იხვხ ვერ არის სავიშკუაზეო, ხო? ძალიან დაბალ დონეზეა. კაი, წავედი ახლა, წავედი და აბა დროებით.